კაია კალასის განცხადებით ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების არარსებობის გამო აქცენტს მხოლოდ ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე აკეთებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ამის შესახებ ევროსკოპის კითხვის პასუხად განაცხადა. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელება განიხილეს. შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც გასულ წელს შევიმუშავეთ, უკვე არსებობს. ახლა მისი განხორციელების ეტაპზე ვართ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამჟამად სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს. ჩვენ გვსურს ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ასევე გვქონდა მსჯელობა იმაზე, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. კაია კალასის განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ ოცნებაში. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ სამარცხვინოა. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე, არის კალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს დამოკიდებულება, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართული ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართული ხალხის ნებას და ქართულ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. კაია კალასის გარდა საქართველოს შესახებ კომენტარები დღეს ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა სილვია ცოიუმაც გააკეთეს. მე ყოველთვის ვამბობ მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ მათ არ დაველაპარაკებით, ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ მათ. მათ იციან წესები და იციან როგორი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ, ხოლო ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მათ მოიგეს არჩევნები. ეს მოგვწონს თუ არა ფაქტია. ამასთან თუ ჩვენ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას. როგორც იცით, საკვანძო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პორტებისა და შავ ზღვაზე წვდომის კუთხით, რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ის ურთიერთობა, რომელიც გვაქვს რეგიონის პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ გზას და შესაბამისად, ჩვენი გზავნილები მკაფიოა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია და ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ინფორმაციით შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ მინისტრებმა დღეს მიღწეულ შედეგებსა და შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს.